ღია ეთერში დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად. ნინო ნინოშვილი მაგიდის პარაჩოგბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია ჩვენთან. შესაბამისად, ჩვენ ვისაუბრებთ პარასპორტის ამ სახეობის განვითარების ეტაპებზე დღევანდელ დღეზე. მოგესალმებით ნინო, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება მაგიდის პარაჩოგბურთს, უკვე წლებია საქართველოში პარასპორტის ეს სახეობა განვითარებულია და ვფიქრობ, საუბარი დავიწყოთ განვითარების ისტორიით. როდის დაფუძნდა ეს სახეობა, რამდენი პარასპორტსმენით დაიწყეთ, დღეს რამდენი პარასპორტსმენია და ნუ რა თქმა უნდა განვითარების ეტაპებზე დღევანდელ დღეზე ვისაუბრებთ. მოკლედ გავიხსენოთ ჯერ წარსული. საინტერესო ისტორია აქვს ჩვენი სახეობის განვითარებას, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარ ასევე ნაკრების ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და პირველი გამოწვევა იყო ჩემთვის, როდესაც მოვიყვანეს პირველი შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვი, რომელიც ახალი ჩამოყვანილი იყო ხორვატიიდან ცერებრალური დიაგნოზით და პირველი რაც ურჩიეს იქ რომ უნდა დაკავებულიყო მხოლოდ მაგიდის ჩოგბურთით და ჩემთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო, იმიტომ რომ იმ პერიოდში არ იყო ხა პარამაგიდის ჩოგბურთი ესე განვითარებული და ექსპერიმენტის სახით ჩავეჭიდეთ აი ამ საქმეს და ისეთი კარგი შედეგი მოიტანა ამან, რომ აი ამ ბავშვის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეფართოვებინა წრე და უკვე ავიყვანეთ და კიდე რამოდენიმე ბავშვი. ამასობაში უკვე ჩამოყალიბდა პარასპორტის განვითარების ცენტრიც და შემოთავაზეს, რომ სახეობა როგორც ასეთი, როგორც პარასპორტი და როგორც სპორტში უკვე როგორც სახეობა განვითარებულიყო და მე ჩემი ბავშვებით გადავედი პარასპორტის განვითარების ცენტრში და აი აქედან იწყება უკვე ჩვენი მაგიდის ჩოგბურთის, პარამაგიდის ჩოგბურთის განვითარება. ნუ მრავალწლიანი ისტორია. დიახ, დაახლოებით 10 წელია, ნელ-ნელა შემოგვემატენ რა თქმა უნდა სპორტსმენები და ეხლა ამჟამად აი მოქმედი სპორტსმენებიდან მყავს 12 სპორტსმენი, აქედან 2-ს უკვე გავლილი აქვს კლასიფიკაცია და იღებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას და გოგონა ყავს უკვე მომზადებული 14-15 წლის, რომელიც უკვე ჩაერთვება მომავალი წლიდან აქტიურ სპორტში და ძალიან დიდი იმედებს ვიტოვებთ, რომ კარგ შედეგებზე ეხლა აღნიშნეთ 14-15 წლის გოგონაა და ასაკობრივი ზღვარი არის საინტერესო, დავუშვით რამდენი წლიდან შეუძლია შემოგდეს ჩაერთოს ამ სახეობაში და რამდენ წლამდე. ეხლა ასაკობრივად არ არის შეზღუდული 6-7 წლიდან თუ ბავშვს უნარი ექნება იმის, რომ ჩოგანი დაიჭიროს და სახეობას მოერგოს, შეიძლება უბრალოდ კლასიფიკაციას 15 წლის მერე გადიან უკვე და თუმცა წელს საერთაშორისო ფედერაციამ შეცვალა მიდგომები და აქამდე თუ პატარებს უწევდა დიდებთან ერთად წელს კლასიფიკაცია გაკეთდა ისე რომ 30 წლამდე ახალგაზრდებს უკვე ცალკე შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა იგივე დონის ტურნირებში. კი ბატონო, და აი რაც შეეხება კატეგორიას, ხო, საინტერესოა რამდენი კატეგორიაა, ძალიან ხშირად მშობლებიც და თვითონ შშმ პირებიც მოგბართავენ სურთ პარასპორტის ამ სახეობაში ჩართვა და რამდენად არის მათთვის შესაძლებელი. ძალიან საინტერესოა მაგიდის ჩოგბურთი მაგ მხრივ, იმიტომ რომ მე მგონი არც ერთი პარასპორტის სახეობა არ იძლევა იმდენ შესაძლებლობას, რამდენსაც მაგიდის ჩოგბურთი, იმიტომ რომ ჩვენთან 11 კატეგორიას შეუძლია 11 სხვადასხვა კატეგორიას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. მოდი დიფერენცირებას გავაკეთებ. პირველი 4 კატეგორია არის ეტლით მოსარგებლეებისთვის და მანდაც არის პირველი მეორე კატეგორია სპინალურები, ვინც ზურგს ვერ იჭერს. მეორე მესამე მეოთხე კატეგორია არის უკვე იქ დამული ფეხით და იმით რომ ასპარეზობენ და უკვე მეხუთე კატეგორიიდან არის ხელჯოხებით ვინც იღებენ ამპუტანტები და ასე შემდეგ მეშვიდე მეორე კატეგორია არის ფეხზე მდგომელები, შეიძლება ცალი ხელჯოხით იყოს მონაწილე, შეიძლება ჩოგანი ქონდეს მიბული ხელზე. მე-9 მე-10 კატეგორია ფაქტიურად ისეთი სპორტსმენებია, სადაც ძალიან ნაკლებია ფიზიკური ტრავმა და ყველაზე საინტერესო რაც არის ჩვენ სახეობაში მე-11 კატეგორია არის მენტალური შეზღუდვებით, შესაძლებლობებით მქონე ადამიანებისაც კი შეუძლია მიიღონ აი ამ სახეობაში გამოცადონ თავისი ძალები. დიახ, და ამ კატეგორიას რაც შეეხება ჩვენ მოქმედი პარასპორტსმენები ყავს და საკმაოდ კარგ შედეგებსაც აჩვენებენ მენტალები. კი
კი ბატონო და რაც შეეხება ვაჟებს და გოგონებს, რა თქმა უნდა ეს სახეობა არის ვაჟებისთვის, გოგონებისთვის ну და ასაკობრივი შეზღუდვა არა გვაქვს, ქალებიც, კაცებიც ცალ-ცალკე ასპარეზობენ და ყველა გადის თავის კატეგორიას. უბრალოდ ეს არის რომ კლასიფიკაცია ძალიან რთული სახეობა აქვე ვიტყვი, იმიტომ რომ ეს კითხვა უნდა დამესვა. ძალიან რთული სახეობა, იმიტომ რომ შედეგამდე რომ მიხვიდე ძალიან როგორც ნებისმიერ სხვა სპორტს ძალიან ბევრი შრომა უნდა. თან იმ პირობებში, როდესაც აზიელები არიან დომინანტები მსოფლიოში, არა მარტო პარასპორტში, ტიპიურებში ზოგადადაც ძალიან რთულია შედეგის დადება. ევროპაში, ნუ ევროპელებთან, ახლა გერმანია, საფრანგეთი წამყვანი ქვეყნები არიან და ჩვენ ახლა სულ ახლახანს მოგვიწია ჩეხეთში ასპარეზობა და საკმაოდ ესეთი რთული ქვეჯგუფებიდან რაღაც პატარ-პატარა შედეგები წამოვიღეთ. კიდევ იმით არის ჩვენი სახეობა საინტერესო და რთული, რომ თითოეულ კატეგორიას წესები აქვს სხვადასხვანაირი. აი პირველი კატეგორია მოწოდებას თუ აწოდებს მხოლოდ დიაგონალზე, მე-6, მე-7, მე-8 კატეგორია ჩვეულებრივი თამაშობს ჩვეულებრივი წესებით. აი თითოეულ კატეგორიას ძალიან კარგად არის მორგებული პარასპორტსმენებზე. სახეობა არის ძალიან კარგად და კატეგორიებზე არის ძალიან კარგად მორგებული. კიდევ აი ძალიან ბევრ ადამიანს შესაძლებელი შესაძლებლობით აქვს საშუალება, რომ აი თვითონ თავისი შეზღუდვებიდან გამომდინარე მოერგოს კლასს. კი ბატონო და აი მაინც იმ ადამიანებს ახლა რომლებსაც სურვილი აქვს და მსმენელის მაყურებლის დიდი აუდიტორია ყავს, გარდა სურვილისა, რა არის საჭირო იმისთვის, რომ კონკრეტულად პარასპორტის ამ სახეობას ჩაერთოს? ნუ პირველ რიგში უნდა სახეობა უნდა გიყვარდეს და უნდა გინდოდეს და უნდა მოსინჯო. იმიტომ რომ ზოგჯერ არის შეგრძნება, რომ აი მე ეს არ გამომივა. კი ბატონო. და რთულია და მაგრამ პირველ რიგში საჭირო სურვილი. აუცილებლად უნდა მოვიდნენ ჩვენთან პარაცენტრში, მოსინჯონ და აი ამის მიხედვით უკვე მივიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებას კლასიფიკაციას. თუ სპორტსმენი გაივლის კლასიფიკაციას თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაშინ შეუძლებელი უკვე არაფერი არ არის. რა თქმა უნდა, მით უმეტეს, როდესაც ესეთი მწვრთნელი დაგხვდებათ, ხომ? და რაც შეეხება ზოგადად შეკრებებს, ტურნირებს, რა თქმა უნდა, პარასპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს იქიდან გამომდინარე, რომ განვითარდეს და შემდეგ სასურველი შედეგი დადოს, ხო? რამდენად უზრუნველყოფს თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი, ანუ თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში თქვენ ფიზიკურ მომზადებას გადიხართ, ამ შეკრებებს და შემდეგ ტურნირებზე გასვლის. ხო, აი მაგ მხრივ მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი ხელშეწყობა გვაქვს. არ არსებობს რაღაცა ინიციატივით მიხვიდე და რა უარი გითხრა, პირიქით გვეხმარებიან ყველანაირად შეკრებებზეც დავდივართ, უბრალოდ ჯერ არ გვაქვს ის შედეგი, რაც სხვა სახეობებს, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე ჩვენი პარასპორტსმენები აჩვენებენ, მით უმეტეს ეს პატარა გოგონა, რომელსაც ვიძახი ბარბარე, აი ძალიან იმედის მომცემი სპორტსმენია და უკვე და ჩაერთვება აქტიურად. ჩვენ გვყავს ვლადიმერ ჯანელიძე ქუთაისიდან, რომელიც საკმაოდ კარგად ასპარეზობს, მაშინ არაბეთში მესამე ადგილიც ბრინჯაოს მედალიც აიღო, ეხლა ჩეხეთშიც იყო და საკმაოდ რთულ მოწინააღმდეგეებთან ძალიან კარგად იასპარეზა. მინდა ვითხრა, რომ თავდადებული ბრძოლა იყო, ისეთი ბრძოლა იყო, რომ აი საოცარი საყურებელი იყო. ყავს კიდე გოგონა, რომელიც ასევე იღებს მონაწილეობას შეჯიბრებში. აი ამ მხრივ ვერ ვიტყვი, რომ ხელშეწყობა არ გვაქვს, პირიქით ძალიან გვიწყობენ ხელს ყველანაირად. უბრალოდ ეს არის, რომ მეტი ტურნირი გვჭირდება რა. მეტი თუმცა ვერ ვიტყვი, რომ როდესაც მივდივართ ინიციატივით რაღაც შეჯიბრზე გვინდა წასვლა, უარს გვეუბნებიან. ჩვენს ყველა მოთხოვნას აი თავიდან ბოლომდე აკმაყოფილებენ და ძალიან გვიწყობენ. ჯერტი პარაცენტრი გვაქვს ისეთი, რომ გვაქვს საშუალება, რომ კარგად მოემზადოს სპორტსმენი, ეხლა გავიარეთ კარგი დაბა ბაკურიანში გავიარეთ ძალიან კარგი შეკრება, სადაც აი ძალიან მასთან საქართველოს ნაკრების სპორტსმენებთან ერთად გაიარეს, ჩვენმა პარასპორტსმენებმა მომზადება და ესეც ძალიან ხელისშემწყობი იყო ჩვენი პარასპორტსმენებისთვის. ახლა ისიც საინტერესოა, როდესაც პარასპორტსმენები სპორტსმენებთან ერთად გადიან, პარაჩოგბურთელები ჩოგბურთელებთან ერთად ამ შეკრებას და ამ დროს საინტერესოა მათი თანაფარდობა ძალების როგორია? მინდა გითხრათ, რომ დიდად არ განსხვავდება. დიდად არ განსხვავდება, შეიძლება ითქვას, რომ პარასპორტსმენები თავისი შესაძლებლობების ზედაზღვარზე მუშაობენ და ტოლს არ უდებენ. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორიც არის. ტოლს არ უდებენ არაფერში ტიპიურ სპორტსმენებს. კი ბატონო
ბატონო და ეს ერთობლივი შეკრებები რამდენად მნიშვნელოვანია? ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სპარინგი, ძლიერი სპარინგი უნდა ყავდეს, იმ პარასპორტსმენმა უნდა ითამაშოს გაცილებით უფრო ძლიერ სპარინგთან, რომ შემდეგ ერთია, როდესაც ცალკე ვარჯიშს ატარებ და იქ რაღაცა კონკრეტულ თემას ამუშავებ და მეორეა, როდესაც უკვე ძლიერ სპარინგთან უყურებ, სად არის კიდევ შეცდომა, რისი გასწორება შეიძლება. უშუალოდ თამაში ბევრად უფრო კარგად ჩანს, სად არის კიდევ მეტი სამუშაო ჩასატარებელი. კი ბატონო და აი ზოგად ჭილშიც რო ვისაუბროთ, თქვენ უკვე წლები მუშაობთ პარასპორტსმენებთან და ზოგადად ინტეგრაციის პროცესისთვის რამდენად მნიშვნელოვანია? მე ვიტყოდი, თავად მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მე ჩემ ჯგუფში, რაღაც ნაკრებშიც და კლუბშიც ყოველთვის მყავს შეშემო ბავშვები და მუდმივად ვცდილობ, რომ იყვნენ იქ. ზოგჯერ არის, რომ პარასპორტში არც ვატარებ ვარჯიშს და პირდაპირ იქ ვატარებ, რომ ერთობლივად, ბევრად უფრო საინტერესოა მათთვისაც და ბავშვებისთვისაც მათთან მუშაობა. მე ვთვლი, რომ ძალიან ეხმარება ინტეგრაციაში, რომ სრულფასოვნად მოქალაქეებად იქცნენ თავი მათაც და სპორტსმენებად. კი ბატონო და აი თქვენ კატეგორიებზე ისაუბრეთ, ხო და მართლაც მე მგონი მაგიდის პარაჩოგბურთი არის ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ის სახეობა, რომელშიც ამდენი კატეგორია, ხო და მენტალებიც ახსენეთ თქვენ, ძალიან ბევრი გვიკავშირდება და სხვა ჩვენს მშობლებიც გვიკავშირდებიან და აინტერესებთ რომელი პარასპორტის სახეობა მიესადაგებათ და აი კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მაგიდის პარაჩოგბურთი ნამდვილად არის არაჩვეულებრივი სახეობა, რომელშიც შეგიძლიათ, როდესაც საუბარია ბავშვებზე და მშობლებზე, მიიყვანოთ თქვენი შვილი თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში და შესაბამისად შემდეგ ეს რეაბილიტოლოგი იქნება, მთავარი მწვრთნელი იქნება და თუ ესე იგი მიესადაგება, ხო, რა თქმა უნდა, ეხლა ხას იყო მომიყვანის ბავშვი ეთლით ჩაერთვება მოსარგებლე ამ სახეობაში. პარალელურად მენტალური პრობლემები. აი ამ შემთხვევაში ბავშვი ვერ გაივლის. ხო, აი ეს ამ რო შემთხვევაში იცოდნენ ბავშვი ვერ გაივლის, იმიტომ რომ ან უნდა იყოს ეთლით მოსარგებლე, ან მენტალური, იმიტომ რომ ორი კატეგორია ერთ კატეგორიაში ვერ გაივლის. აქ თავარია რომ კლასიფიკაციას რამდენად გაივლის. არ არსებობს, აი თუ რაღაცა ისეთი ძალიან რთული შემთხვევა არ არის, 99% მაგიდის ჩოგბურთში არის შესაძლებელი რომ კლასიფიკაცია გაიგოს. ეს კლასიფიკაცია და ზოგადად ეს არის საერთაშორისო სტანდარტს მორგებული, თქვენ დაგვხვდებიან პროფესიონალები, რა თქმა უნდა, და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი შემოგიერთდება. და ვარჯიშებით შესაბამისად კატეგორიების ზოგთან თუ გვიწევს დავუშვათ 3-4 საათი, არის კატეგორია, სადაც 1 საათზე მეც ვერ დატვირთო, 2 საათზე მეც. მაგიტომ ვიძახი, რომ ძალიან რთული სახეობაა. კი ბატონო და თავისი სპეციფიკა აქვს ძალიან რთული, იმიტომ რომ აი დაუშვათ ფარიკაობაში თუ ეთლით მოსარგებლე ერთდროულად შეგიძლია ერთნაირად ავარჯიშო, მაგიდის ჩოგბურთში ორ ეთლიას სხვადასხვა ვარჯიში ჭირდება და სხვადასხვა ის ჭირდება. კი ბატონო და მაინც ახლა თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა კატეგორიებიდან გამომდინარე, რა ინტენსივობით ვარჯიშობთ? ნუ 2 საათი, კვირაში 3 დღე 2 საათი მის ნორმაა. აი მაგის მიხედვით მე სპორტსმენს როგორ შეუძლია, რამდენად შეძლებს დატვირთვას გაუძლოს, რამდენად შეძლებს, შეჯიბრების წინ ცოტა მეტი გვიწევს კიდე, როდესაც მივიდივართ საერთაშორისოზე, ცოტა მეტი გვიწევს. სპორტსმენიდან გამომდინარეა, მისი შესაძლებლობიდან გამომდინარე, ნიშნავთ ვარჯიშების რაოდენობას და დროს. კი ბატონო და აი რაც შეეხება შეკრებებს, თქვენ იყავით ახლა შეკრებაზე, კიდევ აპირებთ თუ არ წასვლათ და სამომავლო ტურნირებზეც, აი უახლოეს სამომავლო ეხლა ხანს გავიარეთ და ჩეხეთის წინ გქონდა და ბაბაკურიანში შეკრება, ეხლა ყველაზე დიდი ტურნირი, სადაც პირველად უნდა მიიღოს პარამაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში, პირველად იქნება, რომ ევროპის ჩემპიონატზე უნდა მივიღოთ მონაწილეობა და აუცილებლად გავივლით შეკრებასაც, ეს ნოემბერში არის და მანამდე აუცილებლად გავივლით შეკრებას. და რა შემადგენლობით აპირებთ წასვლას? ერთი გოგონა, ერთი ბიჭი და მწვრთნელი და როგორც თქვი, მე 15 წლის გოგონა ბარბარე უკვე მომავალი წლიდან შემოგვიერთდება. კი ბატონო და აი თუ არის დაუშვათ ისეთ შემთხვევა არ ყოფილა, რომ აი უცებ გამოჩნდა, შეიძლება მსურველი და თუნდაც რამდენიმე თვეში დაეწიოს ამ ყველაფერს და აღმოჩნდეს საერთაშორისო დონის ტურნირზე. არის მაგის პრეცედენტიც ჰქონდათ. კი, რუსეთში მცხოვრები ქართველი ეთლით მოსარგებლე ჩამოვიდა
რაღაც ძალიან კარგად მომზადებული, ჩავრთეთ გუნდში, დაეწია კიდევ საქართველოს ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა, მეორე ადგილი დაიკავა. ეხლა ისევ ცოტა ხანი ისევ წასულია და იმას ვიტოვებ, რომ შემოგვიერთდება, იმიტომ რომ ძალიან კარგი მონაცემები აქვს. არაფერი არ არის გამორიცხული. თავარია მონდომება. თავარია სურვილი და შეუძლებელი არაფერი არ არის. ნამდვილად, კარგით ნინო და ზოგადად, როდესაც მაინც შეიძლება მოვიაზროთ, რომ გუნდური სპორტის სახეობა, ხო კი ინდივიდუალურად ასპარეზობენ. არა, მარტო ინდივიდუალური, წყვილებში, ანუ ეს გუნდურია, ხო? და აი ეს გუნდურობა კიდევ გამოუმუშავებს თუ არა სხვა თვისებებს და რამდენად დავუშვათ ერთმანეთთან არიან კომუნიკაციაში, რამდენად ანუ რას გულისხმობ ამაში, რამდენად ეხმარებიან ერთმანეთს ტურნირზე, რამდენად უხარიათ ერთმანეთის წარმატება. ზოგადად განწყობა ყოველთვის ტურნირებზე ისეთი რაღაცა ძალიან სასიამოვნო და თვითონ დამოკიდებულება ერთმანეთის, არა მარტო ჩვენი სპორტსმენების, აი კუცხოვჭიც რო ჩადიხარ, აი ყველა ისეთი რაღაცა ბედნიერები არიან, რომ ახალი სახე რო ჩდება, ყველა ცდილობს რომ დაგეხმაროს, ყველა ცდილობს რომ რაღაცით. რა თქმა უნდა, ეს გუნდურობა ისედაც ცხოვრებაშიც ეხმარებათ მერე და დამოკიდებულებაც სხვანაირი აქვს ერთმანეთის მიმართ. მგზავრობის დროსაც კი ჩანს, რომ ადგილებს როგორ უთხოვენ ერთმანეთს, რომ აი შენ ეს ფეხი უფრო გიჭირს და მოდი აქეთ დაჯექი და რაღაც ყველა წვრილმანი მუშაობს ამ შემთხვევაში და ბევრად უფრო სხვანაირი ტიპაჟები არიან და რაღაც ძალიან ადამიანურები და ეხმარებათ და ძალიან ბევრ კარგ თვისებას გამოუმუშავთ. მithmetes როცა უკვე პროფესიონალურ სპორტში ერთვები, იქ კიდე სხვა უნარები გჭირდება, სხვანაირი ფსიქოლოგიური მომზადება გინდა. განწყობა, საბრძოლო განწყობა სხვანაირი უნდა იყოს. იქ რაღაცა პატარა ისიც დაუშვებელია, მერყეობაც კი ვაი ეს გამომივა იქ თემა საერთოდ დახურული უნდა იყოს სპორტსმენისთვის. თქმა უნდა, და აი ფსიქოლოგიური მომზადებაო თქვით და ანუ თქვენ თავად ხართ მათი ფსიქოლოგიც? ამ ეტაპზე ჯერჯერობით გუნდთან მე თვითონ მუშაობ. ყველაზე კარგად თქვენ იცნობთ მათ. ხო, და არის მომენტი, რომ რაღაცა მოეფერები და უფრო ბევრს არის მომენტი, რომ ცოტა მკაცრად უნდა ვთქვა და ბევრად უფრო კარგად მუშაობს ამ შემთხვევაში. თამაშის დროს არის სიტუაცია, რომ ერთ სპორტსმენთან ვერ გაუბრაზდები, იმიტომ რომ შეიძლება პირიქით უფრო დაიბნდეს და მეორეს მეტი შეძახილი ჭირდება და მეტი ის ჭირდება. ეს ადამიანის ფსიქოტიპიდან არის, ხო? გამომდინარე, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენისთვის, არა მარტო პარასპორტ, ფსიქოლოგიურად პირველი არის სპორტსმენთვის ფსიქოლოგიური მომზადება. თუ ფსიქოლოგიურად არ არის მზად, გამორიცხული, ან დატვირთვას გაუძლოს, ემოციურ ფონს. ხა რო გადიხარ მაგიდასთან იქ რა შეიძლება კარგი მომზადება გქონდეს, შეიძლება ძალიან კარგად იყო მომზადებული, მაგრამ სტრესს ვერ გაუძლო. კი ბატონო, და აი სტრესს ვერ გაუძლო და ზოგადად ხო, როგორც სპორტსმენებისგან, პარასპორტსმენებისგან ყველასგან გვსმენია, რომ აი შეიძლება ტურნირის წინ ისეთი ღელვა იყოს დაუშვათ აი მხელა ემოციური ფონი, რომ შეიძლება მოგებული წააგო, ხო? ტექნიკა არის უმაღლესი დონის, თუმცა აი ემოციური ფონი და აი იქ დაუშვათ ტურნირის წინ ეს ყოველთვის ყველას აინტერესებს, ხო ეს ადამიანური ფაქტორებიც, ანუ თქვენ როგორ ამხნევებთ? აი ხა მე მქონდა თქვენი როლი რამდენად მარიამთან ესეთი შემთხვევა, რომ აი ვცნობდი, რომ ისე ნერვიულობდა, რომ აი ტუჩებმა დაიწყო რაღაცთან რაღაც ისინი და გავიყვანე და დაუწყე აბსოლუტურად სხვა თემაზე ლაპარაკი. საერთოდ გამოვრთე მაგიდის ჩოგბურთიდან, საერთოდ დაავიწყდა რომ ტურნირზე იყო. აი რადიკალურად სხვა თემაზე გადავიტანეთ საუბარი და როდესაც უკვე ამის თამაშის შესვლის წინ იყო, მიდი უცებ დაამთავრე თამაში და ერთს მოაწო, უცებ დაამთავრე თამაში და გამოდი გავაგრძელოთ მერე საუბარი მეთქი და იქ არ მაინტერესებს ხა მოიგებ წააგებ, დაამთავრე ეს თამაში და ისე კარგად ითამაშა რომ თვითონ აბსოლუტურად დამავიწყდა რომ უნდა მეღელვა თამაშის წინან. არის რაღაც პატარ-პატარა ხრიკები, რითაც შეიძლება რომ რა თქმა უნდა უკეთესია როცა ახლა პროფესიონალი ხომ ნამდვილად ვერ დავიბრალებ პროფესიონალს. თუმცა ხო ძალიან კარგად იცნობთ. წლებია ჩემთან ერთად არიან და ერთად ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ, ერთად ვქნით ისტორიას. დიახ, აი ერთად ვქნით ისტორიას, რა კარგი რამე თქვით და აი ნინო, თქვენ მართლაც არჩეულებრივი ადამიანი ბრძანდებით, გარდა იმისა, რომ ძალიან კარგი მწვრთნელი და აი, გავაწლები და მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც შეეხება მაგის პარაჩოგბურთს ზუსტად იმ ნიშნულამდე მივა, სადამდეც თქვენ გინდათ რომ მივიდეს და რა თქმა უნდა ხელშეწყობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო, აქ მთელი გუნდი მუშაობს, აქ პირველ რიგში თქვენ პარასპორტსმენები, ექიმები,
მთელი სტაფი ეს თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი იქნება თუ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი, მაგრამ აი თუ გიფიქრიათ, აი ამ დიდ ისტორიაში, რომელსაც თქვენ წერთ, ანუ აი თავარი გზავნილი ამ ისტორიის რა იქნება? რა თქმა უნდა შედეგები, რა თქმა უნდა პარასპორტსმენების წარმატებები, იქნება ოქრო, იქნება ვერცხლი, იქნება ბრინჯაო. იმას ვიტყვი. ქონიათ მაღალი სინჯის მედალიც, ხო? ამის გარეშეც არ ყოფილა. კი, განსაკუთრებით მედალებთან. კი ბატონო, და აი მაინც თავარი გზავნილი ამ მთელი ისტორიის რა არის და რა იქნება? ალბათ ის, რომ თუნდაც ერთი ადამიანი რომ შეძლო რომ გააბედნიერო და ცხოვრების სტილი და რიტმი შეუცვალო, ეს უკვე ძალიან დიდი გაკეთებული საქმეა. მეორე ალბათ ის, რომ საკუთარ თავს დააჯერო და საკუთარ თავს უთხრა, რომ შენ შეგიძლია, რომ ესეთ ჩვეულებრივი გამოწვევა ამ მწვრთნელისთვის, რომ აი რამდენად შეძლებ უმაღლეს წერტილამდე მისვლას. და ჩემთვის პირადად, აი ჩემთვის როგორც მწვრთნელისთვის, რა თქმა უნდა, ჩემი მიზანია, რომ ისტორიაში ჩაიწეროს ის, რომ მაგიდის ჩოგბურთმა მაღალი სინჯის მედალი მაღალ ჩემპიონატზე მოიპოვა და როგორც ადამიანურად, აი თითოეული ადამიანის გაბედნიერება და თითოეული ადამიანის ჩართვა, მისთვის ცხოვრების წესის შეცვლა, მით უმეტეს, როდესაც შეშემო ადამიანზეა ლაპარაკი, ეს არის ჩემი ვალდებულება და ჩემი მიზანი, რომ თუ რამე შემიძლია, უნდა დავეხმარო. ძალიან დიდი მადლობა, ნინო, რამეს ხომ არ დაამატებთ. ან ვინც გვისმენს და ახლა გადაწყვიტა, რომ ამ პარასპორტის ამ სახეობაში ჩაერთოს, რას ეტყოდით? მით უმეტეს ახალგაზრდებს, მოზარდებს. ყველას მინდა უთხრა და გავაგებინა, რომ არ არსებობს შეუძლებელი, არაფერი არ არის, თავარია მოვინდომოთ, მოვიდეთ და თქვენ თვითონ ნახავთ და დარწმუნდებით, რამხელა ბედნიერება მოაქვს, როდესაც მაგიდის ჩოგბურთს თამაშობ და რამხელა სიხარული მოაქვს თითოეული ადამიანისთვის. ძალიან დიდი მადლობა, გისურვებ წარმატებებს და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე უკვე პარასპორტსმენებთან ერთად შემოგვიერთდებით შედეგებით. აღალი შედეგებით. მადლობა, წარმატებები. ნინო ნინოშვილი საქართველოს მაგიდის პარაჩოგბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო ჩვენთან. ჩვენ ვისაუბრეთ ამ პარასპორტის სახეობის განვითარების ეტაპებზე. ეს იყო გადაცემა ჩვენ ნაქვარ, დროებით მე მალე დაგიბრუნდით.